საღამომშვიდობისა, სიამოვნებით მოგესალმებით და წარგიდგენთ დღევანდელ ჩვენს თემას. ეს არის ჩვენი დედაქალაქის კეთილმოწყობა და შესაბამისად დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე. მოგესალმებით აქტიურად Facebook-ის ჩვენს გვერდზე, რომლის მისამართიც ამ წუთებში თქვენს ეკრანებზე ჩანს და დავუსვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ბატონო ავთანდილს. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ. მოგესალმებით მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო ავთანდილ, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამინძე საუბრის მინდა თქვენთან დავიწყო დღეს ჩვენი, ასე ვთქვათ, გადაცემა. საკმაოდ არახელსაყრელი ამინდები დაგიდგათ. მე ასე მგონია. დაგეთანხმებით, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიური წვიმები იყო, რაც თავისთავად ცხადია ხელს გვიშლის, ასე ვთქვათ, სამუშაოების წარმოებაში. და даже შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, სტიქიის შედეგებიც კი ვიწვნიეთ ყველამ ერთად. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ამინდები დასტაბილურდება, ჩვენც რაც შეგვეშალა ხელი ამას ვიკმართ და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი მობილიზებით გავაგრძელებთ სამუშაოებს, რასაც ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით. დიახ, როდესაც ამინძე და ამ წვიმებზე დავიწყე საუბარი, პირველ რიგში მხედველობაში მქონდა ის სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენს დედაქალაქში უკვე დიდი ხანია, ეს არის სანიაღვრე ქსელების გაუმართავობა. რამდენჯერმე ამის გამო ერთგვარი ტრაგედიების მოწმენიც გავხდით. სულ ახლახან ვერის ადიდებამ ძაღლების თავშესაფარიც დააზიანა. იცით რა, თითქმის ყოველი გაზაფხული იყო აი ესეთი პრობლემის წინაშე ჩვენი ქალაქი. ბოლოს და ბოლოს ეშველება ამას, მიმდინარეობს თუ არა არსებითი სამუშაოები აი ამ სანიაღვრე ქსელების გასაწმენდად და გასაახლებლად. იმიტომ რომ ბინადმშენებლობებმა მე მგონი უარესად დააზიანა ყოველივე ეს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ქალაქის მასშტაბით არ გამოიხატება. თქვენ თუ დააკვირდებით და მეც მქონია ასე ვთქვათ პრაქტიკულად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით მოიმატა სტიქიების რაოდენობა. ნუ ეხლა მე არა ვარ ასე ვთქვათ გეოლოგი, რომ რაღაც გარკვეული გეოლოგიური დასკვნები გავაკეთო, თუმცა ვფიქრობ, რომ კლიმატური ცვლილებები საერთოდ აი ამ სტიქიის გამოწვევის მიზეზებია და კავკასია, ასევე როგორც ახალგაზრდა მთა, ნუ ასე ვთქვათ ამ მიმართულებით ბევრ ზიანს გვაყენებს. რაც შეეხება დედაქალაქს, ვფიქრობ, რომ ამ ბოლო სტიქიას ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ მომზადებულები შევხვდით, ჩვენ ერთის მხრივ ველოდით ამინდის გაუარესებას და ველოდით და ვიყავით მთლიანად მობილიზებულები. მე ვიტყოდი, რომ ქალაქის მასშტაბით რეალურად 450-მდე ადამიანი მუშაობდა ზუსტად იმ დღეს, ზუსტად იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც წვიმა დაიწყო და დავინახეთ, რომ უკვე შეიძლება სადღაც გარკვეულ ადგილებში, ასე ვთქვათ, შეტბორილი იყო წყალი და ასე შემდეგ, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ მინიმალური ზიანით გამოვედით ჩვენ ამ მდგომარეობიდან. რაც შეეხება ყველაზე მძიმე დაზიანებებს, რაც იყო ვერის ხეობის ადიდებასთან დაკავშირებით, სადაც ზუსტად იგივე ვერის ხეობაში რამოდენიმე ბინაც დაიტბორა. მინდა ვთქვა, რომ ეს ალბათ უფრო არასწორი განაშენიანების ბრალია, ანუ ჩვენ მთელ ასე ვთქვათ ვერის ხეობას კალაპოტში ვერ ჩავსვავთ, კედლებში ვერ ჩავსვავთ. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ თვითონ მდინარე ვერე არის საკმაოდ სწრაფად და ასე ვთქვათ ადიდებადი მდინარე, დიახ და ანგრევს კიდევაც გვერდებში, ანუ მას იმიტომ აქვს ასეთი ღრმა კალაპოტიც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო არასწორი განაშენიანების ბრალია და შესაბამისად იმიტომ მივიღეთ ეს შედეგი. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რაც არ უნდა იყოს, რომ ეს შედეგი დადგა. თვითონ ქალაქში სანიაღვრე სისტემის ასე ვთქვათ ავკარგიანობას მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კონტრაქტორი კომპანია, ამ შემთხვევაში მუნიციპალური კომპანია, თბილისერვის ჯგუფი, ქალაქის მასშტაბით გვემსახურება ყველა სანიაღვრე ქსელზე, რომელიც ძალიან ბევრ კილომეტრს მოითვლის და მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში და დღე და ღამის რეჟიმში ასეთი შემთხვევების დროს მთელი ქალაქის მასშტაბით იმ ამოვსებული, თქვათ, გაბიდნული მონაკვეთების გაწმენდა, რაც ხდება, ასე ვთქვათ, ზოგან ფოთოლია, ზოგან ტოტია, ზოგან არ ვიცი, მასალა, სხვა რაღაცები, ასე ვთქვათ, რის გამოც იბიდნება ქსელი და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სანიაღვრე ქსელი, ასე ვთქვათ, მაშინ როცა მით უმეტეს ჩვენ დავეხმარებით და იმიტომ ვიყავით ზუსტად მობილიზებულები, ამას ვერ უძლებს. თუმცა გლობალურად თუ შევხედოთ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ქსელი საკმაოდ დიდი ხნის არის, ეს არის 60-70 წლებში, ასე ვთქვათ, მოწყობილი ქსელი და შესაბამისად ამორტიზირებულია უკვე, არის გარკვეული, ასე ვთქვათ,
ჯდენებიც, არ ვიცი, სხვადასხვა სახის დაზიანებები და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ ნამდვილად, ჩვენ ძალიან ბევრ ხევში დიდი კოლექტორების სამუშაოები მიმდინარეობს, ნაწილი დავასრულეთ, ნაწილი უკვე დასრულების პირას არის. წელს დაახლოებით 7 მილიონი ლარამდე ვხარჯავთ მხოლოდ ახალი ქსელების მოწყობაში და დაახლოებით 2 მილიონი ლარის ფარგლებში არსებული ქსელის ექსპლუატაციას ვაწარმოებთ, რაც მინდა ვთქვა, რომ ქალაქის ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი უპრეცედენტო მასშტაბია, ასე ვთქვათ, სამუშაოების განხორციელების. ზუსტად რამოდენიმე ხნის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გამოვაცხადეთ, რომელიც არის იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია, თუ არ ვიცი, გიხდებათ იქ ავდარში გავლა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დატბორვადი ადგილი იყო და შესაბამისად ამ პრობლემას წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მთლიანად ახალი კოლექტორით მოვვლით, ასე რომ ამ მიმართულებით ნამდვილად მიდის მუშაობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტი რესურსების წელი გვექნება, ვიდრე წელს ჰქონდა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ. ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ყველა კაპიტალურ პროექტში, ეს ცოტა შეიძლება ტექნიკურ ენაზე ვთქვა, ყველა კაპიტალურად შესაკეთებელ გზაში სანიაღრო ქსელი ყველგან ასე ვთქვათ ჩადებულია, გულისხმობ იმას, რომ ყველგან ან იცვლება ქსელი, ან მინიმუმ დაზიანებული ნაწილები იცვლება მიმღებიჭები და ასე ვთქვათ, ეს პრობლემატიკა ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას ქალაქში და ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობთ. ბატონო ავთანდილ, ალბათ გაქვთ ინფორმაცია, მე მაინტერესებს ხარისხიანად დაგებული გზა რამდენ წელს უნდა უძლებდეს? გზას აქვს ასე ვთქვათ სამი კატეგორია ექსპლუატაციის ვადის, ახალი გაკეთებული გზა დაახლოებით 12-15 წლის განმავლობაში უნდა იყოს ექსპლუატაციაში. გულისხმობ, რომ არ უნდა სჭირდებოდეს მას ხელახლა კაპიტალური განახლება, ეს არის მისი კარგად გაკეთებული გზის ექსპლუატაციის ვადა. არსებობს შუალედური, ასე ვთქვათ, შუალედური შეკეთება, რომელიც დაახლოებით 5-7 წლის განმავლობაში თავის თავში გულისხმობს ზედა საწვეთი ფენის მოცილებას და შესაბამისად ახალი საწვეთი ფენის დაგებას და ორმოულ შეკეთებას ჩვენ მით უმეტეს დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ვარაუდობთ და ესეც არის, რომ 2-3 წლის განმავლობაში ორმოული შეკეთება, ასე ვთქვათ, პროცესს ახანგრძლივებს, ასე რომ ეს არის ეცით რატომ გკითხეთ ეს? იმიტომ რომ დღეს თბილისში ფაქტიურად უცებ ერთ წელიწადში გაჩნდა ორმოები. მე ესე ვერ ვიტყოდი, ქალბატონო. არა, კი, მე არ ვამბობ რომ ეს ორმოები თქვენ სწორად გამიგეთ. ანუ დღევანდელ გზების, ასე ვთქვათ, მდგომარეობას აბრალებენ ახალ ხელისუფლებას, ქალაქის ახალ ხელისუფლებას. მე მინდა ახლა თქვენ გაგვიმართოთ, რამდენი ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო გზების ასეთ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, ხილვა თუ ეს გზები ნორმალურად და ყველა, ასე ვთქვათ, წესის დაცვით და ხარისხიანად იქნებოდა დაგებული. აი, მე დავიწყებ იქიდან, რას ვაკეთებ ჩვენ იმისათვის, რომ ქალაქის გზები მოვაწესრიგოთ და არა მხოლოდ კეთილმოწყობის სამსახური. მთლიანობაში ამ მიმართულებით ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ჩვენ თითქმის 70 მილიონ 80 მილიონ ლარამდე ვხარჯავთ წლის განმავლობაში ჩვენ ამ შემთხვევაში სამსახური და რაიონული გამგეობები, რომლებიც 10-ვე ერთად დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს და მინდა გითხრათ ასევე რომ ეს არის უპრეცედენტო, ასე ვთქვათ, რაოდენობა, ასე ვთქვათ, საგზაო ინფრასტრუქტურაში ჩადებული. ეს არის თანხობრივ ნაწილში. რაც შეეხება თვითონ ამორტიზირებას, მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად კარგად თქვით და ზუსტად ეს არის პრობლემა ქალაქში, როდესაც ხარისხი იყო მეორე ხარისხოვანი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გზა გაშოვებული იყო, ამისთვის კეთდებოდა ყველაფერი, რაც თავისთავად ცხადია 1, 2 და მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. მე ამაზე მეტი, ასე ვთქვათ, არ შემხვედრია, ანუ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვაკვირდები იქ ახალსაც, ძველსაც და ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმესაც და შესაბამისად ეს ყველაფერი, ამ ყველაფერმა თავი იჩინა ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ ცალსახად თქვით უარი უხარისხოთ საქმის გაკეთებაზე, ну თავისთავად ცხადია, ამას კიდე გონივრული ვადა სჭირდება და მინდა გითხრათ 100%-იანი დარწმუნებით, რომ ეს გონივრული ვადა და ეს პრობლემატიკა, რაც ჩვენ ფაქტიურად თავიდან უნდა დავიწყოთ და გავაკეთოთ, 1 წლის საბიუჯეტო პერიოდისათვის საკმაოდ დიდია, მოცულობითაც საკმაოდ დიდია. ქალაქში არის 2500 ქუჩა და ზოგან საერთოდ
ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა გზები და ჩვენ ძალიან ბევრი ესეთი ქუჩა გავაკეთეთ, სადაც საერთოდ არასოდეს არ ყოფილა ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი ყავს იმისათვის, რომ ჯერ ერთი გავაკეთეთ და მეორეც ძალიან კარგად და ხარისხიანად და მეორეს მხრივ ძალიან დიდი პრობლემა დახვდა იმისაც, რომ ხელმეორედ გვიწევს ძალიან ბევრი საქმის კეთება, თავისთავად ცხადია ის ექსპლუატაციის ვადას სამწუხაროდ, მაგრამ ვერ უძლებს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დიდ რესურსს ასე ვთქვათ, მოუყარეთ თავი და 80 მილიონი არ არის პატარა თანხა იმისათვის, რომ ქალაქში მარტო საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. აქედან უმეტესი ნაწილი უკვე ასე ვთქვათ, დასრულებულიც არის 6 თვის თავზე ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს იმისათვის, რომ შეიძლება ითქვას, რომ ვიამაყოთ კიდეც, როცა 6 თვის თავზე თითქმის ჩვენი მთელი ბიუჯეტის 50% საკასო შესრულებულია, საკასო შესრულებით უკვე ათვისებულია და წლის ბოლოს კვარტლის შედეგებს დავანახებთ კიდევაც ჩვენ საზოგადოებას. თუმცა პრობლემატიკა არის ძალიან დიდი და ამას უნდა ადეკვატურად გაგებოთ. დიახ. როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, მე მინდა ერთ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელმაც უნებათა ღელვა გამოიწვია, თუმცა ალბათ ცოტა შორიდან დავიწყებ, ელბაქიძის დაღმართი მაქვს მხედველობაში, ეს ულამაზესი ქუჩა იყო. ულამაზესი იყო იმ სახლებითაც, რომელიც ამაგრებდა ამ ქუჩას და ეს, თავის დროზე კერძო ინვესტორმა აიღო ვალდებულება, დაანგრია ეს სახლები, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს დანგრეული ელბაქიცის დაღმართი თუ აღმართი, სადაც დაღმართია, იქ აღმართიცაა. აი ესეთ მდგომარეობაში იყო, რამაც გამოიწვია ის ჩამოშლა. ძალიან ბევრ თბილისელს ეხამუშა იქ ასფალტის დაგება, იმიტომ რომ ქვაფენილს იყვნენ მიჩვეული. აი მაინტერესებს რა ტიპის ასფალტია ეს და რატომ გახდა აუცილებელი იქ ასფალტის დაგება და არა ქვაფენილის. ეს დროსთან იყო ბმული, ანუ ეს ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვდა თუ ეს ისეთი ასფალტია, რომელიც დაუშვათ ამ დაღმართისთვის უფრო ბუნებრივი საფარი იქნება სამოძრაოდ. მან არის ორი მიზეზი, ერთის მხრივ ის, რომ ელბაქიძის აღმართს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია, შესაბამისად ქსელით საკმაოდ ამორტიზირებული იყო ელბაქიძის აღმართზე. რაც გახდა რეალურად მიზეზი ჩამოშლების და შესაბამისად რაღაც საფუძველს არსებულ კედელს საფუძველი გამოურეცხა და შესაბამისად დაინგრა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით ვიყავით შეზღუდულები, ერთის მხრივ იმითი, რომ სამწუხაროდ, მაგრამ თბილისში გადაკეტილი ქუჩა არავის არ უყვარს და რაღაც დონეზე გაგებითაც არ ვეკიდებით და საკმაოდ საკვანძოც, რაც იწევს მე დამატებით საცობებს სხვადასხვა მიმართულებით, როცა ერთ ქუჩას განლადობა ეკარგება. თუმცა აქ უკვე იძულებულები ვიყავით და იძულების წესით გადავკეტეთ ეს ქუჩა. თუმცა ძალიან ხშირი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გვესმოდა იმისა, რომ აი ეს ქუჩა რო დაიკეტა, ჩვენ იძულებულების ვიყავით, რომ ერთის მხრივ სწრაფადაც დაგვემთავრებინა. მეორეს მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ქვაფენილი არ არის ბოლომდე გამართლებული მეთოდი, ასე ვთქვათ, დაღმართებისთვის. მე არ ვიცი დაკვირვები ხარ თუ არა და მძღოლების ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან მინდა გითხრათ, ქვაფენილი არის საკმაოდ მცურავი, როდესაც ის სველდება და აქ იყო საკმაოდ ესეთი დამრეცი ქანობი, პლუს ძალიან მარტივად ამორტიზირებადია, სწრაფად ჭირდება მას რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაში საკმაოდ დიდი ხარჯები აქვს. ჩვენ ელბაქიძის აღმართზე გავაკეთეთ ერთის მხრივ ექსპერიმენტი, ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში ისეთი სახის ასფალტი, რომელიც უკვე აპრობირებულია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენ სამეზობლო ქვეყნებშიც, რომელიც კიდევ უფრო მედეგია ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, საფარებისათვის, იქ სადაც მძიმე დატვირთვები არსებობს და შესაბამისად დრეკადობის დიაპაზონი გავზარდეთ, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენი ექსპლუატაციის ხარჯები ელბაქიძის აღმართზე გქონდეს ძალიან მცირე. რაც შეეხება თვითონ ქვაფენილის შეცვლას, ეს იყო რა თქმა უნდა მძიმე გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდანაც, რომ წავედით ამ მიმართულებით და ამ რისკზეც. და საკმაოდ ბევრი საყვედურიც მივიღეთ, სიმართლე რომ გითხრათ ამისთვის, თუმცა ერთის მხრივ არის, ასე ვთქვათ, ქალაქის პირვანდელი იერსახე და მეორეს მხრივ არის დღეს ამ მდგომარეობაში, რასაც საცობებით გაჭედილი ქალაქი ქვია, ამ საცობების განტვირთვის ერთ-ერთი გზის მოძიებაც რა. ამიტომ რომ აქ ასფალტზე უფრო უკეთესი განლადობა შექმნა. თქვენ ქუჩების საცობები ახსენეთ და აი ამ მიმართულებით თქვენი სამსახური თუ არის უფლებამოსილი ან პასუხისმგებელი აი ამ საცობების მორეგულირება?
როგორ არის იცით ჩვენი სამსახური არის ერთ-ერთი საკვანძო სამსახური, თუმცა საცობების განტვირთვის გეგმა, რასაც გეგმა ქვია, უნდა დამუშავდეს და მუშავდება კიდევაც ქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში. ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, სამსახური. ჩვენ ვერთვებით იქ ტექნიკურ ნაწილში, როდესაც და მსჯელობაშიც ახლა, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც გარკვეული გამოცდილებები, რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუმცა პირდაპირ პასუხისმგებელი სამსახური არის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ასე ვთქვათ თვითონ სატრანსპორტო სქემას და ასევე ქალაქის განვითარებას საგზაო მიმართულებით. გასაგები, ანუ ისინი ჩვენი სტუმრები იქნებიან მომავალ გადაცემებში და ამ შეკითხვას ერთადად მას დავუწყო. მოსახლეობას ასე ვთქვათ ახალი ინფორმაცია ჩვენ 2016 წლისათვის წელს ვამუშავებთ ძალიან ბევრ პროექტს, რაც შეეხება საცობების განტვირთვას, ანუ არის უკვე გარკვეული მოსაზრებები ყველაზე ცხელი წერტილების განტვირთვის და ჩვენ ვამუშავებთ წელს პროექტებს და 2016 წელს ძალიან ბევრ საკვანძო წერტილს გავხსნით ქალაქისათვის, მოვხსნით ამ ზედმეტ შუქნიშნებს იმისათვის, რომ რეალურად მოსახლეობამ კიდევ უფრო სწრაფად, ადვილად და სწორად შეძლოს გადაადგილება ქალაქის მასშტაბით. ბატონო ავსანიელ, ვნახოთ ჩვენი თანამოქალაქეები რას გეკითხებიან. გზების ხარისხზე იყო საუბარი და აქ არის კითხვა ძალიან საინტერესო, კონტროლის რა მექანიზმები გაქვთ დღეს იმისათვის, რომ შეამოწმოთ რამდენად ხარისხენად არის ის გზა დაგებული, რომელშიც ქალაქის მერია ფულს ეხდის. კი ბატონო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევქმნით ასე ვთქვათ, მოდიფიკაციას გავუკეთეთ რაღაც დონეზე ქალაქის ლაბორატორიას. მერიას ყავდა თავისი შეპესე, რომელიც დაკომპლექტებული იყო იმ მცოდნე ადამიანებით, ექსპერტებით და ზედამხედველებით, რომელიც მუშაობდა, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების კონტროლზე. თუმცა ჩვენ ცოტათი გადავახალისეთ და შევქმნით მუნიციპალური ლაბორატორია უკვე არაკომერციული მიმართულებით, ანუ AIP ფორმატში და ასე ვთქვათ, ლაბორატორიასაც ჩაუყენეთ სათავეში ძალიან პროფესიონალი, ძალიან ასე ვთქვათ, სკრუპულოზურად ხარისხზე ორიენტირებული ადამიანები. თითოეული ჩვენი კონტრაქტი, თითოეული ჩვენს მიერ გაცემული დავალება კონტროლდება, როგორც ჩვენი მხრიდან, როგორც საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მხრიდან და მათ შორის მინდა ვთქვა, რომ ჩემი პირადად ჩართულობითაც, ასევე მუნიციპალური ლაბორატორიის იმ სპეციალისტებით, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ასე ვთქვათ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასევე ცოდნა, რა როგორ უნდა კეთდებოდეს და რომელი უფრო ხარისხიანია და ასე ვთქვათ, ეს 100% შემიძლია თამამად თქვა, თითოეული ჩვენი პროექტი კონტროლდება ხარისხზე და შესაბამისად მიმდინარე ზედამხედველობას უწევთ. არ მივდივართ ბოლოს მხოლოდ, როცა დასრულებულია სამუშაოები, თუ კი რაიმე ხარვეს ვხედავთ შუაშიც, ვხედავთ თავშიც, ვხედავთ ბოლოშიც. წლების განმავლობაში ალბათ ამას ჩვენც დავინახავთ და მე იმედი მაქვს, რომ დავინახავთ და დარწმუნებული ვარ ფაქტიურად, რომ დავინახავთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად მოტივირებული პროფესიონალი ადამიანები დავაკომპლექტეთ ეს ძალიან ბევრი კითხვა შემოსული, მე მინდა რომ მოვასწრო. ბევრი კითხვა არის შემოერთებულ სოფლებთან დაკავშირებით, რომლებიც რეალურად თბილისის სხვადასხვა რაიონებზეა გადანაწილებული. რა პროექტები გაქვს და კონკრეტულად სოფელი აგარაკი, სადაც არ არის, სადაც იყო დაპირებული, რომ იქნებოდა წყალი და მოგვარდებოდა გზის პრობლემა, თუმცა ეს დღემდე არ არის. რა ხდება ამ მიმართულებით? ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, როგორც კი მოვედით სამსახურში, მე პირადად მქონდა ძალიან ბევრჯერ შეხვედრა როგორც სოფელი თხინვალის, ასევე სოფელი აგარაკის მაცხოვრებლებთან და მე მინდა ვთქვა, არ ვიცი, შეიძლება ბატონი ან ქალბატონი არ არის ინფორმირებული, ჩვენ ეხლა თხინვალას აგარაკს უკეთებთ წყალს, ანუ ჩემი სამსახური არის ამ პროექტის განმახორციელებელი. ჩვენ ზაფხულის ბოლომდე ორივე სოფლისთვის ავიყვანთ უკვე საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, მასშტაბით, დიამეტრის მილს, რითიც სოფელი მთლიანად იქნება დაქსელილი. რაც შეეხება გზას, მე პირადად დავპირდი მოსახლეობას, რომ ამ წელიწადში აუცილებლად მოხრეშვით, ასე ვთქვათ, ცოტათი მოვაწესრიგებთ გზას, იმიტომ რომ ერთბაშად, ყველაფრის რესურსი ერთბაშად არ არსებობს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ სოფელ თხინვალასთან ეხლაც უკვე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები და სოფლის ცენტრამდე დაახლოებით კილომეტრზე მეტია მანძილი. ამ მიმართულებით კაპიტალურ გზას ვაშენებთ, ეს არის, ალბათ მაგ მოსახლეობამაც იცის.
ასე რომ მუშაობთ ნამდვილად შემოერთებულ სოფლებზე, ჩვენ სხვა მიმართულებითაც გვაქვს წნეთის ბეთანის მიმართულებით, სამწუხაროდ შემოერთებული სოფლები ერთბაშად და ძალიან ბევრი მოგვაწვა, კიდევ ერთხელ ამბობ და მით უმეტეს როცა ქალაქში შიდა ცენტრშიც კი ძალიან ბევრი ამორტიზირებული ქუჩა გვაქვს, ერთბაშად ყველაფერს ვერ მოვერევით, მაგრამ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ ამბობ 24 საათიან რეჟიმში ვარ ჩართულები. დღეს და ღამეს ვასწორებთ იმისათვის, რომ ჩვენზე გადმოცემული რესურსი, ჩვენზე მოცემული ნდობა ადამიანებს გავუმართლოთ და გავუკეთოთ საქმე. აქ არ არის მაინც და მაინც ასე ვთქვათ, სამსახურზე საუბარი. ჩვენ იმისთვის ვართ მოტივირებული, რომ თითოეულ ადამიანს რამენაირად ხელი შეუწყოთ და გავუკეთესოთ საცხოვრებელი. ძალიან დიდი პრობლემაა თბილისში წლების განმავლობაში მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მოუწესრიგებელი, ნაგვიანი და ასე შემდეგ ადამიანების ნაწილს, ვისაც არ სურს ზემოდან გადასვლა, უბრალოდ იქ გადასვლის ან შიში აქვს, ან კიდევ სხვა რაღაც, მაგალითად აი ჩვენს მახლობლად გვერდთა მოედანზე, რომელსაც პრაქტიკულად ძალიან რთულია იქ გადასვლა. რას გეგმავთ ამ მიმართულებით? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2014 წელში, ანუ ჩემი სამსახური ამ შემთხვევაში ახორციელებდა გარკვეულ პროექტებს, გმირთა მოედანზეც, ასე ვთქვათ, 4-5 ასე ვთქვათ, მიწისქვეშა გადასასვლელი ჰქონდა, რომელიც მოვაწესრიგეთ. მიწისქვეშა გადასასვლელებს აქვს სხვადასხვა სახის პრობლემატიკა. ერთი ის, რომ სამწუხაროდ, იმიტომ რომ თითქოს და მიწისქვეშა გადასასვლელი არ ვიცი რატო ამ განმარტებით, მაგრამ დაზიანების და ვანდალიზმის ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, რაც არ უნდა კარგად მოვაწესრიგოთ, მეორე დღეს გაივლიდა ან დახატული ან დაჭყაპნელი ან არ ვიცი კიდე რა შეიძლება იქ მოიმოქმედონ. ეს ერთის მხრივ. არის ის შუაგულში რომ გადახვალ მიწისქვეშაში საშინელი. საზოგადოებას, რომ იქნებ გაუფრთხილდეთ ყველამ ერთად ჩვენს ქალაქს ამ მიმართულებით. მეორე პრობლემა რაც არის, ჩვენ ვეცადეთ ეს პრობლემა გამოგვესწორებინა და სიმართლე გითხრათ, დღესაც ძალიან აქტიურად ვარ ჩართული მე თვითონ პირადად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურებრივი კომპეტენციიდან გამოვიდა მიწისქვეშა გადასასვლელები და გადაეცა შპს უძრავ ქონებას, ესეც მერის მიერ დაფუძნებული შპსია, რომელიც ყველა მიწისქვეშა გადასასვლელზე აგებს დღის შემდეგ, ანუ 2015 წლიდან პასუხს, ანუ თვითონ არის დამგეგმავით განმახორციელებელის და მისი მოვლა-პატრონობაზე პასუხისგებელის, თუმცა მე იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მქონდა შეხება, დღესაც აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენ ავღჭურვოთ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი კამერებით და ახლა აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა უწყებებთან იმისათვის, რომ ამ კამერების აღჭურვამ რეალურად მოიტანოს შედეგი და ის შიში, რაც შეიძლება თითოეულ მოქალაქეს კონდეს, ან ვისაც აქვს ყოველ შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელით გადასვლის ან გამოყენების ეს შიში მოუხსნათ, რომ კამერა იქნება ჩართული, ყველა შესაბამისი უწყება იქნება ინფორმირებული, რომ ყველა სახის ვანდალიზმზე ან სხვადასხვა ასე ვთქვათ დაზიანებებზე და უბრალოდ ადამიანურ შიში რო გამოვრიცხოთ, ეს ყველაფერი იქნება გაკონტროლებული და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობ. მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 1 თვის თავზე ეს ყველაფერი უკვე იქნება მოწესრიგებული, თუმცა დღესაც არის ჩართული უბრალოდ არა იმ ხარისხით, რითიც ვისურვებდით თითოეულ ჩვენთაგანი ამას. რაც შეეხება მოწესრიგებას, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ თუ არ ვწდები ახლა ციფრებში, იმიტომ რომ ჩემი ასე ვთქვათ კომპეტენცია არ არის, დაახლოებით 800.000 ლარამდე თანხა არის მიწისქვეშა გადასასვლელების როგორც მოვლა-პატრონობაზე, ასევე რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ქალაქის მასშტაბით, ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში და შესაბამისად ეს შპს, რომელიც მაინც ინტერესებს იმ ცენტრალური გადასასვლელები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიმოდის და იმას იჯარით გაცემა ალბათ. ვალდებულება აქვს, ხო? ან თქვენ გააკონტროლებთ. მერია გააკონტროლებს, არა მე, არა ჩემი სამსახური, მაგრამ მერია აუცილებლად გააკონტროლებს. ეს არ არის კერძო შპს, ეს არის მერის მიერ დაფუძნებული შპს და ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, მიყვანილი ადამიანებიც მუშაობენ ამ შპსში, გულისხმობ იმას, რომ საკმაოდ კარგი მენეჯერი ყავს ამ შპსს, რომელიც ძალიან მონდომებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოაწესრიგოს მასზე მინდობილი სფერო. ხიდების თემა, რომელიც აქტუალური იყო წინა ხელისუფლების დროსაც, იგეგმებოდა კიდევაც ახალი ხიდის აშენება, რომელიც უნდა ყოფილიყო ვებხი და მოყმის ძეგლიდან დიდუბეში. ზოგადად, რა მდგომარეობა ქალაქში ხიდების თვალსაზრისით ხდება თუ არა მათი შეკეთება, იცით თუ არა რა მდგომარეობაშია თითოეული ხიდი თბილისში და იგეგმება თუ არა ახალი ხიდების აშენება.
მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ აქტიურად მოვკიდეთ ხელი ხიდების რეაბილიტაციას და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ ჯერ არსებული ხიდებიც, რომელიც საკმაოდ ავარიულია და ჩვენ სულ რამოდენიმე დღის წინ, 2-3 დღის წინ გავხსენით მეტეხის გვირაბის შემდგომ, ასე ვთქვათ, მეტეხის ხიდს ვეძახით. მოკლედ ის ორი ხიდი, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში, გვაქვს კიდე რამოდენიმე ასეთი და მუშაობთ, გამოცხადებულია ნაწილზე ტენდერი, ნაწილზე ბარათაშვილზეც უკვე გადაიკეტა მოძრაობა, რომელიც საკმაოდ ამორტიზირებული იყო და 200 დღის განმავლობაში, ეს არის საკონტრაქტო ვადა, თუმცა კონტრაქტორი საკმაოდ მოტივირებულია იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად და გონივრულად სწრაფად, ისე რომ ხარისხი არ დავაზიანოთ, დავამთავროთ ჩვენ და ასე ვთქვათ, მოგხსნათ ბარიკადები ბარათაშვილის ხიდს, რომელიც საკმაოდ ძალიან ლამაზიც იქნება დღევანდელთან შედარებით. გვაქვს კიდევ დიღმულაზე ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ასევე ამორტიზირებულია, გვაქვს გულუა, რომელსაც გეგმავთ, რომ ახლა პროექტირება მიმდინარეობს და ამ წლის განმავლობაში დაწყებას ვაპირებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ყველაზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხიდები, იგივე ზაჰესიც, ასე ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ და წლის განმავლობაში კიდევ ორ ხიდზე სამუშაოების დაწყებას ვაპირებთ და ამისთვის შესაბამისი რესურსიც გვაქვს. რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობას, ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ 20 ხიდის და თვითონ გვირაბისაც, გვირაბიც საკმაოდ ამორტიზირებულია და გეგმავთ, რომ 2016 წლისთვის ყოველ შემთხვევაში გვპირდებიან ხელმძღვანელები, რომ გვექნება ჩვენი მისი რესურსი, რომ გვირაბების რეაბილიტაცია დავიწყოთ კაპიტალურად და შესაბამისად ამისთვისაც ვემზადებით უკვე პროექტი გვაქვს, რომელიც ესე ვთქვათ რევიზიას გადის და თუ კი პროექტი იქნება დამაკმაყოფილებელი, ან მცირე შენიშვნებით შევასწორებთ, 2016 წლისთვის ვემზადებით გვირაბისთვის და ვემზადებით ახალი ხიდებისთვისაც, იგივე სამტრედის კვეთაზე, აქაც ვიცით ჩვენთვისაც არის ცნობილი, ესე ვთქვათ, ეს იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარეობს ჯერჯერობით ამ ეტაპზე განხილვა. სამტრედიის ხიდი, როგორც ხიდი არ არის, იქ არის საკმაოდ სერიოზული და რთული კვანძი, რომელიც უნდა მოვაწესრიგოთ და ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი, როგორ შეიძლება ავიღოთ იქ შუქნიშანი და არც ერთი მიმართულებით მანქანა, ასე ვთქვათ, შეჩერებას არ საჭიროებდეს, ისე მოძრაობდეს ამ კვანძზე. მოკლედ საკმაოდ სერიოზული და ამბიციური პროექტები გველოდება ჩვენ 2016 წლისათვის და ძალიან ბევრი ესეც საკვანძო წერტილს აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ბატონო ავთანდილ, რამდენიმე წუთით უნდა რეკლამაზე გავიდეთ, სოციალური რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში, იმედია ჩვენი მაყურებელი დაგვიბრუნდება რეკლამის მერე, დაგვიბრუნდება კი არა, არ გადართავს და მოისმენს პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომელიც ერთის მხრივ მან მოგვაწოდა და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს თქვენთან. კი ბატონო. ეპიცენტრი კვლავ პირდაპირ ეთერს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, დღეს ჩვენი პროგრამის სტუმარია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი ავთანდილ სუდაძე. ბატონო ავთანდილ, როდესაც ქალაქის კეთილმოწყობაზე ვსაუბრობთ, ალბათ და იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქშია, ალბათ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ავარიული შენობები, რომელიც მრავლადაა განსაკუთრებით ცენტრში და განსაკუთრებით ძველ უბნებში. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის რელიეფიც ისეთია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სახლები ისეა შეფენილი ფერდობებზე, ქალაქის ფერდობებზე, რომ ხანდახან ძალიან რთულად შესაძლებელია, უკვე იმდენად ავარიულია ეს სახლები, რომ მათი რეაბილიტაცია. აი რა გეგმები გაქვთ ამასთან მიმართებაში, რა პროექტები ხორციელდება? მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სამწუხარო სტატისტიკა გვაქვს ჩვენ ქალაქში ამ მიმართულებით. ქალაქი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს დაახალი განაშენიანებული ქალაქი, აღარ საუბრობ უკვე იმ შენობებზე, რომლებიც 100 წელი და მეტია, ასე ვთქვათ, აშენებულია. ესე ვთქვათ, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. წელს ჩვენ მხოლოდ წელს და ეს არ არის მარტო, ასე ვთქვათ, წლევანდელი შედეგი. მხოლოდ 15 მილიონამდე ლარის გამაგრებითი სამუშაოები ვაწარმოეთ და მიმდინარეობს. დაახლოებით 40 კორპუსზე, 4 სართულიანზე და მეტ კორპუსზე მიმდინარეობს სამუშაოები და ნაწილზე უკვე დასრულდა კიდეც. ძალიან რთული მდგომარეობაა. მთლიანად ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 2500-მდე მაღალსართულიანი კორპუსია ავარიული და დაზიანებული და აქედან დაახლოებით 100-მდე პროექტი გვაქვს უკვე შეძენილი და ეტაპობრივად, აი ყველაზე ძალიან რომელსაც უჭირს იმ მიმართულებით შევდივართ და ვაკეთებთ.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქალაქში არსებობს. და ნუ შესაბამისად ამ პრობლემის გადაჭრას ალბათ უფრო კომპლექსური ხედვა სჭირდება, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ასეთი მასშტაბების ქალაქის მშენებლობა, რომელიც არ ვიცი, უკვე მილიარდებს ითხოვს, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი ვერ გაწოდება. აქ არის აუცილებელი დეველოპერების ჩართვა, აქ არის აუცილებელი ამ მიწებზე ახალი განაშენიანების, ახალი კორპუსების, ახალი, ასე ვთქვათ, უბნების აშენება და ამ მიმართულებით თუ გადავჭრით ჩვენ ამ პრობლემას, თორე რაც არ უნდა დიდი გქონდეს ჩვენ ბიუჯეტი, ყოველთვის იქნება ავარიული კორპუსი, როცა ამხელა მასშტაბებზეა საუბარი, ყოველთვის იქნება ავარიული სახლი და ყოველთვის გვექნება პრობლემა ნგრევებთან და რა ვიცი, კიდე შეიძლება მძიმე კიდე, ასე ვთქვათ, მოვლენები. შეუძლებელია, რომ დაუშვათ კერძო ინვესტორებთან ერთად ქალაქით შევიდეს თანადაფინანსებაში, როდესაც მას უჯდება რაღაცა თანხა ამ ავარიული შენობის გამაგრება. იქნება ეს თანხა დაუშვათ რაღაცნაირად, აი ამ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიხარჯოს ახალი სახლის მშენებლობაში და ქალაქს იმ მშენებლობიდან რაღაცა ფართი გადმოეცეს, რომელიც მერე ქალაქმა შეიძლება სოციალურად დაუცველ ან მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცეს. მე გეტყვით, რომ ამას სჭირდება საკმაოდ ზუსტი ეკონომიკური გათვლები. მე არ ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობ, რომ თუნდაც ასეთი სახით განვითარება ქალაქს საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება, იმიტომ რომ მართალია ჩვენ ხარჯავთ, თუმცა ეს არის ერთის მხრივ კეთილი ნება, როდესაც მუნიციპალურ სახსრებს ხარჯავთ, ასე ვთქვათ, კერძო საკუთრების რეაბილიტაციისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მე მაინც მიმაჩნია არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც იმ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ და ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს ესეთი, როდესაც ინვესტორი მიდის, ავარიულ კორპუსში ცხოვრება ურჩევნია, ან ყოველ შემთხვევაში ართმობს თავის საცხოვრებელს, როდესაც თავაზობენ იგივე ფართის, იგივე, ასე ვთქვათ, უკეთესი პირობებით, ყოველ შემთხვევაში ახალ კორპუსში გადასვლას, პლუს ამას უკმაყოფილებენ გარკვეული მშენებლობის პერიოდში, ასე ვთქვათ, ბინის კირას, რომ სადღაც იმ ადამიანებმა კიდევ იცხოვრონ. აი ამ მიმართულებას სჭირდება ეს პრობლემა თითქმის ყველა გამგებელმა აღნიშნა, დიახ. სამწუხაროდ არის ასეთი რეალობა. ძალიან რთული იქნება ამ პრობლემის გადაჭრა და ნუ ჩემი მოსაზრებით, აქ მუნიციპალიტეტის ჩართულობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას აუცილებლად განახორციელებს, რასაც ქვია გზის მიყვანა, იქ საკომუნიკაციო ნაწილი, რომელიც საკმაოდ ძვირია და არ არის ესე ვთქვათ ძალიან მარტივი, რომ რაღაც ახალმშენებლობებთან და ნუ თანხებთან არის ესეც საკმაოდ დაკავშირებული. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი მხარში დაუდგება, თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ეს პრობლემა ძველში ახალს თუ გთავაზობენ, შენ უნდა ალბათ დაფიქრდე, რომ ეს ჯობია. რა თქმა უნდა. ბატონო ავთანდილ, ქალაქის კეთილმოწყობა ეს მისი დასუფთავებაცაა და ეს თქვენი კომპეტენციაა. როდესაც ამ სტუდიაში ჩვენ ყავდა ბატონი დავით ნარმანია, ეს წინასაარჩევნოდ, მაშინ ჩვენ შევეხეთ ამ საკითხს და მან თქვა, რომ დაუშვებელია, რომ ქალაქის დასუფთავება ხდებოდეს იმ საათებში, როდესაც ქალაქში არის ძალიან აქტიური მიმოსვლა. სამწუხაროდ არის ხოლმე ასეთი შემთხვევები, როდესაც აი ისეთ დროს, როდესაც გადატვირთულია ქუჩები, შეიძლება ცენტრალურ ქუჩაზე არა, მაგრამ მიმდებარე ქუჩებზე შეგვხვდებათ აი ეს დასუფთავების მანქანები. საერთოდ რა პრობლემებია ამ მხრივ, არა მხოლოდ ტრანსპორტის მხრივ, არამედ მთლიანად დასუფთავების მხრივ და თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ აი ესეთი შემთხვევები აღარ იყოს. მე მინდა გითხრათ, ასე ვთქვათ, დარწმუნებით, რომ ეს პრობლემები ჩვენთვის ცნობილია, მით უმეტეს გამოკვლეული გვაქვს უკვე. მინდა გითხრათ ასევე, რომ რა რესურსის დღეს ქალაქში არსებობს, როგორც მატერიალური, ასევე იმ მანქანა მექანიზმების, იმ მუშახელის და ცოცხალი ძალის, რითიც დღეს ჩვენი დასუფთავების სამსახური მუშაობს, ეს არის მაქსიმუმი და ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, პროექტს ვამუშავებთ, რაც შეეხება ტექნიკის ცვლილებასაც და ნუ ამ მიმართულებით მივდივართ. თუმცა პრობლემატიკა არ არის ესე მარტივად აღსაქმელი, ურნები, რომლებიც დასუფთავებას საჭიროებენ, ესე ვთქვათ, ივსება მაშინ, როდესაც ადამიანები სახლიდან გამოდიან გარეთ და ნუ როდესაც ბრუნდებიან სახლში და შესაბამისად შეიძლება ეს ნარჩენი გარეთ გამოიტანონ. ანუ ჩვენ რომ გადავერთოთ ღამის სმენაში, ეს იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ეს ურნები იქნება გადავსებული და შესაბამისად ამას კიდევ უფრო მეტი ანტისანიტარია მოყვება, ვიდრე გარკვეულ შემთხვევებში, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად დავარეგულირებთ გრაფიკი გასვლების
და თითოეულ უბანზე შესწავლის შედეგად გაუშვით ისეთი ტიპის მანქანები, რომლებიც იქ მოძრაობას მინიმალურად შეაფერხებენ, აი ამ მიმართულებას სჭირდება, ასე ვთქვათ, ამას სჭირდება გაგება რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თუ ღამე გადავალთ, არ გვიჭირს, დამერწმუნეთ რომ არ გვიჭირს, ჩვენ შეგვიძლია ღამე ვიმუშაოთ, მაგრამ ამას აქვს მეორე პრობლემა. ერთის მხრივ რომ მოსახლეობა წუხდება, ესეც არის საკმაოდ დიდი პრობლემა და ჩვენ ვეცადეთ რამოდენიმე უბანში ღამე დასუფთავება და საკმაოდ დიდი პროტესტი მივიღეთ მოსახლეობის, იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც ხმაურია, ზოგს ბავშვი ყავს, ზოგს უბრალოდ არ სიამოვნებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვიწევს დილის 6 საათიდან დაახლოებით 9 საათამდე აქტიურად ყველაზე ცენტრალურ უბნებში შესვლა და 9-დან ცოტა მოგვიანებით, როდესაც უკვე პიკის საათი გადაივლის, დაახლოებით 11-12 საათიდან ცოტა უფრო განაპირა უბნებში გასვლა და საღამოს, როცა ასევე პიკის საათი გადაივლის, კიდევ ერთი შემოვლა იმისათვის, რომ მოვაწესრიგოთ ქალაქში. აი წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ უბნასთან თითქმის 3-ჯერ მივდივართ დღეში. ეს არის ერთის მხრივ იმ რესურსების და იმ პრობლემის, ასე ვთქვათ, ის ხედვაც, რომ ანუ ურნები რაც არ უნდა ბევრი დავდოთ, ეს პრობლემას არ შველის. აქ ცოტა სხვა მიდგომებია ალბათ საჭირო და ნუ ცოტა პროფესიონალურ დონეზე არის, ასე ვთქვათ, პრობლემა გადასაწყვეტი. თქვენ ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან იშვიათად თუ დაინახავთ, სად არის ურნა განთავსებული. ამისათვის საკმაოდ დიდი რესურსების ჩადებაც არის საჭირო, რომ ურნები ისე განმათავსოთ, რომელიც მიწისქვეშა ურნებია, სადაც ეს უფრო დიდი იქნება და შესაბამისად იმ დღის განმავლობაში ნებისმიერ, ასე ვთქვათ, დატვირთვას გაუძლებს და ღამე შეიძლება ამისი გაწმენდა, მაგრამ კიდევ ერთხელ რა ისი რესურსიც არსებობს დღეს ქალაქში იმის მაქსიმუმს ვაკეთებ. მე მინდა გითხრათ და არ ვიცი ალბათ ყველასთვის ცნობილია, ქალაქის ძალიან ბევრი ხევი, ძალიან ბევრი ფერდობი, ძალიან ბევრი მიტოვებული ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაღრელად იყო ქცეული, ჩვენ ეს ხევები და ესეთი ადგილები წმინდეთ და კიდევ უფრო მეც ვაპირებთ. მიწისქვეშა გადასასვლელებს ვეხმარებოდით და რა ვიცი, აი არ დარჩენილა ქალაქში ობიექტი, სადაც ჩვენი სამსახური დღე და ღამის განმავლობაში არ ყოფილა ჩართული, იგივე ამ სტიქიის პერიოდშიც, როცა 450 კაცი ვახსენე, ზუსტად ეს სამსახური იყო ნომერი პირველი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით ძალიან ქმედითი იყო და ძალიან აქტიურად გვედგა მხარში. უბრალოდ პრობლემა ესეც 8 თვეში არ წყდება, ეს პრობლემაც საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, სხვა ყველაფერი გვაქვს დამერწმუნეთ და მესამე პრობლემა, რაც თქვენ თვითონ ახსენეთ, გადამუშავება. ჩვენ ამ მიმართულებით გამოვაცხადეთ ინტერესს და გამოხატავთ და დღეის მდგომარეობით შეფასების პროცესში ვართ. ეს არის კომპანიების მოწვევა, რომლებიც ჩამოიტანენ გადამამუშავებელ ქარხანას თბილისში და ეს ნარჩენი, რომელიც ქალაქის მასშტაბით ცოტა რაოდენობით არ გროვდება, ეს არის 1000 ტონა ყოველ დღე. 1000 ტონა, შეიძლება ესე ციფრში ცოტა ჟღერს, მაგრამ მოცულობით საკმაოდ დიდია. აი ამ ქარხნების ამ უბრალოდ ასეთი ინვესტორების მოწვევაზე გამოვაცხადეთ ინტერესს და გამოხატვა, გამოგვეხმაურა დაახლოებით 13 კომპანია, საიდანაც საუკეთესოს აუცილებლად შევარჩევთ და ჩვენ უკვე 2016 წელს ძალიან დიდი იმედით ახალი ქარხანა გვექნება, სადაც ნარჩენები იქნება გაუნებელყოფებული, უბრალოდ გადამუშავებული, არა გაუნებელყოფებული, გადამუშავებული და ასე ვთქვათ, ძალიან მცირე რაოდენობა იქნება უკვე მიწაში დასამარხი. ნატო, ჩვენს მაყურებელს დაუწყოთ. აუცილებლად მინდა გითხოთ, მიუსაფარ პირთა თავშესაფარი, ანუ სოციალური საცხოვრისი არაერთხელ იყო დაპირება იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ და პრინციპში მოსკოვის გამზირზე მცხოვრები ალბათ პირველ რიგში დაკმაყოფილდებოდნენ საცხოვრებელი ფართით. რა მდგომარეობა ამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კუთხით? ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რაზეც საქართველოს მთავრობამ და ამ შემთხვევაში უკვე განმახორციელებლები ქალაქის მერიაა, საქართველოს მთავრობამ აიღო, ასე ვთქვათ, ვალდებულება, რომ მიუსაფარ ადამიანებს მივხედავთ. მე ამ პროექტის დაწყების დღიდან ვიყავი ჩართული პირადად, ასე ვთქვათ, პირველი ბრძანების გამოცემიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ზუსტად ვიცი რა ეტაპები გავიარეთ იმისათვის, რომ ასეთი კონტინგენტი, ასეთი ადამიანები, რომლებსაც არც სახლი აქვთ, არც კარი აქვთ, თავის მოვლაც კი აღარ შეუძლიათ უკვე იმდენად ასე ვთქვათ უძლურები არიან ამ ადამიანებს მივხედოთ.
დღეს მიუსაფართა თავსაფარი შენდება დიდი ლილოს მახლობლად, ეს არის ერთ-ერთი გამოყოფილი ადგილი, სადაც 240 ბენეფიციარზე იქნება, ასე ვთქვათ, ეს კომპლექსი სრული ეკიპირებით, შეიძლება ესეც ითქვას, აშენებული და მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის უკვე დასრულდება. 240 ადამიანს ექნება თავშესაფარი, მოსკოვის გამზირზე მცხოვრები და ეს კარვები დაიშლება და ეს ადამიანებიც, რომლებიც მოსკოვის გამზირზე ცხოვრობენ, მოხდებიან იმ მიუსაფართა თავშესაფარში. იქ არის სასადილო, იქ არის საძინებელი ოთახები, იქ იქნება каранტინი, ანუ каранტინი უგულისხმობ, ესე ვთქვათ, სამედიცინო და სანიტარული პუნქტები. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, სოფლიო მასშტაბით შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევა, სადაც ქვეყნის მთავრობამ თქვა და გააკეთა. და ძალიან მალე ამ შედეგებს ყველანი ერთად დავინახოთ. აუცილებლად მინდა გითხოთ, ახალგაზრდული ოლიმპიადა გვექნება ჩვენ ძალიან დიდი ღონისძიება, რომელიც 26 ივლისს დაიწყება. რამდენად არის მზად ქალაქი ამისთვის და რამდენად არის თქვენი სამსახურები მზად ამ ძალიან დიდი მასშტაბის ღონისძიებისთვის? მე მინდა ძალიან დიდი სიამაყით თქვა, რომ ოლიმპიადას ჩვენ ჩავატარებთ 100%-იანი მზაობით. თითოეულ ობიექტზე, რომელიც ოლიმპიურ იყო საუბარი ობიექტები ვერ ისწრება და არ სულდება და საზოგადოებისთვის განმარტავ. ჩვენ აგვისტოს თვიდან მოუყარეთ ყველა ოლიმპიური კომპლექსის მშენებელ კომპანიას და განმახორციელებებს დამკვეთებსაც, ასე ვთქვათ, ყველას მოუყარეთ თავი ქალაქის მიერთან. ქალაქის მიერმა ითავა, ასე ვთქვათ, ამ კომპლექსების დასრულება, როდესაც აგვისტოს თვეში თითქმის ფუნდამენტებში იყო თითქმის ყველა ობიექტი და დღეს ძალიან ესეთი თამამი, თუმცა სწორი 100%-იანი გარანტია მინდა მივცე მოსახლეობას, რომ ოლიმპიადა ჩაივლის ყოველგვარი ინციდენტების, პრეცედენტების გარეშე, რომ რაიმე არ იმუშავებს და რაიმე ვერ ესწრება. ყველაფერი ესწრება აბსოლუტურად და შეუძლებელი შევძელით დაახლოებით 70 მილიონი ლარამდე იხარჯება იმისათვის, რომ ეს ობიექტები აშენდეს და ყველა ობიექტი ან უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს უბრალოდ ინვენტარის შეტანა და იყო ისეთი ობიექტებიც და უბრალოდ არის ისეთი ობიექტები, სადაც უკვე სატესტო მატჩები ჩატარდა, გუნდები ემზადებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არის ისეთი ობიექტები, რომლებიც უკვე მიწურულს არიან და ამ თვის ბოლოსათვის თითქმის ყველა ობიექტი სრულდება. საცურაო აუზებიც, ფრენბურთის დარბაზებიც, არენებიც, არ ვიცი, აი ყველა ობიექტი. თუმცა საინტერესოა ერთი მედიატური რომ მოაწყოს და ჟურნალისტებსაც რომ გვაჩვენოს. ეს უბრალოდ უნდა შესთავაზოთ ქალაქის მერს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ სიამოვნებით დათანხმდება, ასე ვთქვათ, მედიატურს და ყველას მთელს თბილისის მთელ საზოგადოებას ვაჩვენებთ, რამდენად ეფექტურები ვიყავით იმისათვის, რომ ნოლიდან დავიწყეთ ეს მშენებლობა და რეალურად მივიყვანეთ ბოლომდე. დიდი მადლობა ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. მადლობთ მობრძანებისათვის, იმ პასუხებისათვის, რომელიც მივიღეთ ჩვენს კითხვებზე და ჩვენი მაყურებლის კითხვებზე. მთავარია გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი, არა სიტყვით, არამედ საქმით. ეს არის ჩვენი ახალი დევიზი, რომელსაც გთავაზობთ. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი პროგრამის სტუმარი გახდათ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი ავთანდილ სუდაძე. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით, მშვიდ საღამოს და წარმატებულ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.